გამარჯობა ყველას რამდენი ხანია თქვენთან ერთად ლაივში არ მიჭორავია არავის არ ვბრაზობ დიანა შვიდიანები მეც მიყვარხარ გამარჯობა კიდევ ერთხელ და ეხლა მაქვს ესეთი რაღაც ესეთი ვითარება მაქვს დღეს ხო არის კვირა არის ნამდვილად მოკლედ დღეს მაქვს ეს თქვით მოსამზადებელი სამუშაოები რომ ხვალისთვის ყველაფერი მქონდეს უკვე გამზადებული მეც მიყვარხართ მოდი გამარჯობა ნახეთ ვინ მოვიყვანო ბაი ნახეთ ვინ მოვიყვანო აი ეს ჩემი ფუმფული დან მე ძალიან მიყვარს აი მე ძალიან მიყვარხართ მართლა მარიამი რომ გააკეთებს ხოლმე რაღაცას და მე რომ მიკითხებით ხოლმე მარიამ რო ეს გააკეთა ნახე მოგწონს მარიამ იცი რა ქნა და თან მე ვიდეოებს რომ მიყრით ხოლმე და სკრინებს და ასე შემდეგ აი მარიამ ეს გააკეთა და მოგწონს და ასე შემდეგ ხალხო ესეთ რაღაც მაინტერესებს ეს საყვარელია თუ მე მეჩვენება ნახეთ რა ლამაზია ხალხო აი ეს პატარა ეს არის ჩემი რაფაელო კოკოში აი ხო საყვარელია თუ ჩემი როა მაგიტო მიყვარს ნახეთ რა საყვარელია აი ეს გონია რომ არის ყველაზე საყვარელი ბავშვი ეს არის ჩემი მესამე შვილი ხალხო არ იფიქროთ რომ ეს ჩვეულებრივ ცხოველივით მყავს ეს მყავს მე როგორც ბავშვი იმიტომ რომ მოვლა კვება იქ რაღაცა ვარცხნა ყოველდღიურად იქ ქვიშა დავარცხნა სალონში დამყავს ხოლმე და ასე შემდეგ ეხლა დავუშვებ იმიტომ რომ დიდი რო არის ხელში ვერ ჩერდება კარგად და აი მე თავს ვისაკ მე ძალიან მოყვა შავი ტანსაცმელი მაგრამ როცა თეთრი კატა ყავს სპარსული და თმა ესე ცვივა შავი ტანსაცმელი თითქმის უკვე წარმოუდგენელია ხალხო ძალიან რთულია ჰაუსზე რაც შეხება ხა ჰაუს დადგმული არ არის მეგობრებო დადგმული რას ქვია ამ პროექტს ყავს ორგანიზატორები, შემოქმედები, პროდაქშენ, ძალიან დიდი გუნდი მუშაობს ამაზე და შესაბამისად დადგმულია თუ არა, რა ვიცი, ხალხი მოემზადა ამისთვის, ბევრი წელია ამ შოუებს აკეთებენ და დადგმულში თქვენ რას გულისხმობთ ხოლმე, არ ვიცი. დადგმულია ის რომ ამდენი მონაწილე უნდა იყოს, უნდა გავარდეს ერთი კვირაში ერთი და გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს და ესენი წინასწარი არის კი ბატონო ეს ყველაფერი. თუმცა ვინ როგორ მოიქცევა, ვინ რაზე იჩხუბებს, ვინ შეუყვარდება, ამას ვერავინ ვერ დაგიდგამთ ხალხო. შესაბამისად, ანუ ჯავახას და მარიამს რო ერთმანეთი მოსწონთ, ამას წინასწარ ვერ დადგამ. ნუ შეიძლება ივარაუდეს რომ ახალგაზრდა გოგო, ახალგაზრდა ბიჭი სიმპათიური ბიჭი, ლამაზი გოგო, ნუ ერთმანეთი შეიძლება მოეწონოთ და love story გამოდის, მაგრამ ამას წინასწარ ვერ დადგამ. მე სხვათა შორის რო შევედი, თავიდანვე მივხვდი, ანუ ერთ მონაწილეთ იყო თიკო გამარჯობა როგორ ხარ თიკო რამდენი ხანია ჩვენ არ გვიჭორავია მოკლედ
თავიდანვე რომ შევედი და ვნახე რომ ორი გოგო მუზები და ორი ბიჭი ზუკა გუგა იყვნენ თანაბარი ასაკის ერთნაირი ხუმრობებით ერთნაირი რაღაცა სოფლ მხედველობით და ერთნაირი მეტყველებით და ერთნაირი ხუმრობებით და ერთნაირი ყველაფრით მე მივხვდი რომ productions ალბათ გათვლა ქონდა რომ ეს ორი ბიჭი და ეს ორი გოგო ორი და და ეს ორი ძმაკაცი ალბათ ერთმანეთთან რაღაცნაირად დაწყვილდებიან თქო თავიდანვე მქონდა ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა თუმცა ჩვენ ვნახეთ რომ ეს ზუკა გუგა პირდაპირ არ ადგა და თინათინთან და დიანასთან არ დაწყვილდა ვიცით რომ დიანა მე ეს უკვე რაოდენ დიანას კი ძალიან მოსწონდა ზურა მაგრამ ესე რომ როგორც მარიამ და ჯავახა დამგულრფელი წყვილი ჩემი აზრით თლათ ეს მოკლედ ჰაუსში არის წყვილი ერთადერთი ჯავახა და მარიამი მე მეტი წყვილი არ ვიცი იმიტომ რომ შეიძლება ანასტასიასაც ვინმე მოსწონდეს დიანასაც ვინმე მოსწონდეს ლორენცოსაც მოწონდეს მაგრამ როგორც ასეთი წყვილი ამ 4 კვირის თუ 5 კვირის განმავლობაში არის მარიამი და ჯავახა რომელიც მე ვთვლი რომ მართლა ძალიან მოწონთ ერთმანეთი დაგაფოლოთ მეგობრებო ყველას იმიტომ რომ ძალიან კარგი რა აქვს TikTok-ს და სოციალურ ქსელებს ხალხნა მეგობრობაზე იყო საუბარი ჰაუსში რომ მეგობრებიო ვინ არიანო მანდო ერთადერთი კულტურფერი მეგობრები მანდ არიან ხალხნო ზურა და გუგა რომლებიც ბავშვობის მეგობრები არიან და ესეთივე მეგობრები შევიდნენ ჰაუსში დანარჩენი როგორც ასეთი რომ დავუშვათ იქ ვინმე ძმაკაცობდეს ან ჯავახასთან ეგენი ან ვინმესთან ესეთი კულტურფერი ან ლელუსთან მეგობრობის მე არ მჯერა იმიტომ რომ ყველა სხვა დანარჩენი მაგათი კავშირი არის სტრატეგიული მე ესე ვთვლი მან ერთადერთი კულტურფერი მეგობრები ჰაუსში არიან ზურა და გუგა რომლებიც ესეთივე მეგობრები შემოვიდნენ მან თორე სხვა შემთხვევაში მან ჯავახასთან ეგენი მეგობრები არც არიან და ვერც ვერასდროს ვერ იქნებიან იმ მარტივი მიზეზის გამო რომ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ კონკურენტები არიან და ბრძოლა არის გამარჯვებისთვის რა ის მეგობრობა თიკო ლელუმ ჭორაობა ბონდოზე დაიწყო ნეგატიურ კონტექსტში იმიტომ რომ ბონდო გარეთ გამოვიდა და იმანაც არ დააკლო და კარგი ნეგატიური რაღაცეები თავის ესე ვთქვათ საყვარელ ქალზე თუ აქამდე ხო ნომერ პირველი ქალი იყო და ბონდოს ლელუს პედიკურსა რატო შევარქვი ბონდოს თუ გახსოვთ ხალხნო იმიტომ შევარქვი რომ აი ესე უცებ მოვიდა სამზარეულოში რაღაც ვაკეთებდი მოკლედ და ეს უცებ მოვიდა და შენო ლელუსო რაღაცა უფრჩხილა თუ არ ხარ და მაქენა დავარქვი ბონდოს ლელუს პედიკურსა მოკლედ ხო და ეს ბონდო გავიდა და ეს ნომერი პირველი ქალი გახდა ეხლა უკვე არც ისე კაი ქალი ლელუზე მაქვს საუბარი და ძალიან ნეგატიურ კონტექსტში მოკლედ ფაქტობრივად მოღალატეთ და გამყიდველად გამოაცხადა ლელუ და მე არც გამკურებია იმიტომ რომ რა ის ლელუს მეგობრობა არა ეს კიდე ვინ იქნება ანუ აუთსაიდერები მე რა თქმა უნდა ვფიქრობ რომ აუთსაიდერად მარიამი ისე ვფიქრობ მარიამი მგონია რომ დასახელდება აუთსაიდერად იმიტომ რომ ზუკა გუგა არიან ბოსები ამ კვირაში და შესაბამისად ისინი არ დასვამენ მუზებს არ დასვამენ ლელუს იმიტომ რომ სტრატეგიული კავშირში არიან და შესაბამისად მგონია ჯავახა ლორენცო და მარიამი თუმცა წითელი დროშებით შეიძლება ლელუც აღმოჩნდეს და მუზებიც აღმოჩნდეს თიკო მხოლოდ ყველაზე უზრდელები დაბლოკე დანარჩენს მივცეთ საშუალება რომ თავისი აზრი გამოხატოს მე არა მაქვს არანაირი პრობლემა ხალხო აი თქვენ წარმოიდგინეთ ჰაუსში რო შევდიოდი გავიარე ყველა მოდული ის რა ქვია
პიროვნული განვითარების ფსიქოლოგიის და ასე შემდეგ და მე მეგონა რომ ეს ჰეითერები იქნებოდნენ ჩემთვის ნუ ეხა ჰეითერმა ეგეთი რა უნდა დაწერონ აგერ დღეს ჩავრთე TikTok-ი თუ YouTube-ი თუ რაღაც და ყველამ გამომიგზავნა ლორენცოს ვიდეო რომელიც ესე მაგრად იყო აქამდე და ეხლა უკვე ამ ჰეითერებისგან ისე არის შეწუხებული რომ დედაჩემიო ძალიან ნერვიულობს რო ხალხნო და დედაჩემსო ნუ აყენებ თუ შეურაცხყოფას ანუ კაცი სადამდე მივიდა თიკო ძალიან დიდი მადლობა უცენზურო კომენტარებს რომ ამივთებ იმიტომ რომ სხვათა შორის ახლა TikTok-ზე შევხვდა ვიღაც გოგოს ვიდეო და უკომენტარე უცხოებთან და კომენტარება ძალიან მერიდება ხოლმე რა ვიცი ვინმე რამე სხვანაირად არ გაიგოს ხო და ესე იგი ამ გოგოს ედო ვიდეო და თან ეს სკრინი ედო ამ კაცის რომ უბრალოდ ახალი წელი მივულოცეო ვიდეო ჩავწერეო ახალი წელი მივულოცეო ესე ჭიქა მეჭირაო ხელშიო და ამ ვიღაც კაცმა სახელი და გვარიც მოყავს დამახსოვრებული იმიტომ რომ ჩემთანაც წერდა ის კაცი საშინელ კომენტარებს და დაუბლოკე ანუ TikTok-ში შემოდის და ამდენი სამხიარულო ლამაზი რაღაცები ხდება და TikTok-ში შემოდის იმიტომ რომ საშინელი კომენტარები დაწეროს და ამ გოგოს არ და ნინო ერქვა ამ გოგოს ამ გოგოს არ დაეზარა მოკლედ დასკრინა ეს კაცი შევიდა ამ კაცის პროფილზე რომელსაც ცოლთან ერთად ყდა ნუ ძალიან შეუხედავი ვიზუალის კაცი რომელიც ვიზუალზე აყენებდა შეურაცხყოფას ამ გოგოს რომელიც არის ძალიან ლამაზი და სიმპათიური თქვენ ხვდებით ხო ანუ რატო შემოდის ეს კაცი რომ რაღაც ცუდი რაღაცები დაუწეროს თვითონ არ ვარ ვიზუალურად სახეში სარკეში თავისთავი არ მოწოს და ამ ლამაზ გოგოებს რომლებიც ახალ წელს ულოცავენ ადამიანებს და მხიარულობენ და რაღაცა კარგ ტალღაზე არიან უწერენ საშინელ კომენტარებს და ამ გოგოს ქონდა დასკრინული ამ კაცის პროფილი რომელიც თავის ცოლთან ერთად ქონდა გადაღებული და აი ქალსო ესეც საშინელ რაღაც კომენტარებს რო უწერო ანუ არ გერიდებაო და ამ გოგოს გულები კი დაუწერე და კომენტარი ვეღარ დაუწერე და არერიდება იმიტომ რომ ეგეთია ეგ ადამიანი და იმისთვის შემოდის რომ საშინელი რაღაცები დაწეროს ანუ TikTok-ი, Instagram-ი ხო ესეთი აი რამდენიც გინდა იმდენ ლამაზ გოგოებს, ბიჭებს, ცეკვებს, სიმღერებს, უამრავ რაღაცა საინტერესო რაღაცას ნახავ ხო? ეს კაცი ადგა მე ცუდ რაღაცებს მიწერდა ხოლმე. ხო, კიდე ლელუს გულშემატკივრების კომენტარები ჩამიგდეს ჩემო ფოლოვერებმა, მოკლედ ლელუს გულშემატკივრები, მოკლედ არის ლელუს fan page ესეთი და ფულს აგროვებენ რომ მე გამიკეთო პლასტიკური ოპერაცია. ხო, ლელუს გულშემატკივრები, ნუ ვიზუალზე შეიძლება არ მოგწონდეს ადამიანი და რაღაც, მაგრამ თუ თვითონ არ აწუხებს ვიზუალი, შე რატო წუხდები პლასტიკური ოპერაცია, რატო უნდა გაუკეთო იმას, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ლელუ აუთსაიდერებში ლელუც აუთსაიდერებში არის დასასველი ჩემი აზრით და ვინც აქამდე არ ყოფილა აუთსაიდერებში ისიც უნდა ნახოთ ხო რას იცავს ალბათ მუსები და ქუთაისელებიც ჯავახაც არ ყოფილა აუთსაიდერებში ამიტომ მე მგონია რომ ქუთაისელები ისე ეჩხუბებოდნენ ამ ზუკაგუკა ამ ჯავახას რომ წითელი დრო ხალხო მე რა მაინტერესებს ციხა თუ აღარ მწერთ მაგაზე და რატო აღარ მწერთ ვერ გავიგე მეგობრებო ძალიან მაინტერესებს სად არის ეს ახალი მონაწილე სულ ლაივშია სულ იმას გვპირდება რომ ჰაუსში უნდა შევიდეს სად არის ახალი მონაწილე რატო არ შედის ან თქვენ რა ვერ გაარკვეთ და რა ვერ მომწერეთ ამდენი ხანი რატო არ შედის ჰაუსში ახალი მონაწილე. ხალხო, სად არის? სოფი გვატყუებს? მეც არ გამიგია ანასტასიას შემთხვევაში, მაგალითად, რა ვიცი, ანასტასიას არც ერთ ვიდეო არ შემხვედრა, რომ არიკა ჰაუსში შევდივარო.
ხო და შესაბამისად ვერ გავიგე ხა ეს ბიჭი შედის ჰაუსში გვატყობს რომ ხალხმა ეხლა ეს შოკოლადი არის ძალიან გემრიელი არ ვიცი სადაურია იმედია რუსული არ არის milk chocolate coconut bar ანუ ქოქოსის არის ანუ ესეთი რაღაცნაირი და არის ძალიან გემრიელი მოვწოდე ძალიან ცოტა უჭამო გონჩა როგორ ხარ კარგად ხოდა სად არის ხალხო რატო არ მირკვევთ ეს ახალი ბიჭი რატო როდის შედის რამდენი ხანია იძახის შევდივარ როდის შევა მეგობრებო 1-2 კილო მაქვს დასაკლები ვარჯიში არ დამიწყია ჯერ 2 წელი მყავდა პერსონალური ტრენერი ყოი ხალხმა ცხოვრებაში უნდა ძალიან ბევრ რაღაცაში გამიმართლა მაგრამ ერთ-ერთი არის რაშიც ძალიან გამიმართლა ეს არის რომ შემხვდა ძალიან მაგარი ტრენერი ვინ აპირებს აბა გოგო აპირებს გოგო ხო შევიდა ანასტასია და ეხლა ეს ბიჭი არის ბაჩო 7 ასტროლოგიაზე უდოს პოსტები და მე რა ვიცი წარმატება ვუსურვე დიდი სამბით ანუ თქვენ ჩამიგდეთ ლაივები მოკლედ ამ ბიჭს შევედი წარმატება ვუსურვე არიქა აბა შენი ძი მეთქი რაღაც და ეს ბიჭი არა და არ შედის ამ ჰაუსში და როდის ღო უნდა შევიდეს მეგობრებო გამირკვიეთ რა და მომწერეთ სხვათა შორის ჰაუსის ამბებს ვიგებ ხოლმე თქვენგან ანუ როგორც კი დავშვეთ მარიამ რო გაკეთა მუზების პაროდია ვაიმე რამადენი ვიცინე მაგაზე ხალხნო ესე რო ჩაიცვა და ფანდური რო დაიჭირა ბოლოს და იოგურტი რო ჭამა კოუსით ვაიმე მაგაზე კინაღამ გავგიჟდი იმდენი ვიცინე რო რა ვიცი ეს შვიდიანები, აბა სად ახარ შვიდიანები დაგაფოლოვებ. ნინი ვინ არის ხალხო, რატო აქამდე ინბოქსში არ ჩამიგდეთ? ძალიან საინტერესო კომენტარია, ვაიმე. აქ ქმარს ეძებ, ხო, რა თქმა უნდა. TikTok-ზე შევდივარ TikTok-ში, რომ აი ესე ქმარი, ჩემი მომავალი ქმარი თუ ახლანდელი ქმარი შემოვიდე. სოფი დიდი მადლობა. ჩამიგდეთ ხალხო თუ რაღაც ახალი ამბები იცით ჰაუსზე არ ვიცი აქამდე სულ მიყრიდით ხოლმე და ეხლა რატო აღარ მიგდებთ არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს თმა შესაღები მაქვს ხალხო რა უნდა გითხოთ მარის ბილციტყვება მოგწონს ბილციტყვება არავისი არ მომწონს და მარის რატო უნდა მომეწონოს მარიამა ბოდიში მოიხადა და რაც შეეხება პაროდიას ანუ ეს ამბავი გავიარეთ და მორჩა ხალხო უკვე ბილციტყვება არავისი არ მომწონს ასევე არც ერთი ჰაუსის მონაწილის გულშემატკივრებს რომელიც ჩემი მისამართით 1000 სისულელეს წერენ და ამბობენ ხოლმე და ეხლა რაც შეეხება მარიამის პაროდიას მუზების პაროდია მაგათი ცეკვის და საუბრიც მეც გავაკეთე ჰაუსში და ვიმხიარულეთ ვიხანსეთ. მე ვთვლი რომ ხუმრობა და პაროდია ყველაფერზე შეიძლება ეს მუზები ეგეთი ხელშეუხებლები რატო არიან რომ მაგაზე არც პაროდია არ შეიძლება არც ხუმრობა არ შეიძლება და მოკლედ წითელი დროშების ფრიალი ჩემ შემთხვევაში იყო იმიტომ რომ შენ რას ქვია მუზებს დასცინე და დააბულინგე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს ჩემი მხრიდან არ ყოფილა არც ბულინგი და
არც ბულინგი არ ყოფილა და არც დაცინვა არ ყოფილა, ეს იყო პაროდია, რომელიც სახასიათო პერსონაჟები რო არის ხლამუზები ყველამ კარგად ვიცით, განსაკუთრებული საუბრის მანერა, აქცევის მანერა, სიმღერის მანერა აქვთ და ასე შემდეგ და ეს იყო პაროდია და გუშინ რო ვნახე, თქვენ ჩამიგდეთ სხვათა შორის ძალიან ბევრმა ჩამიგდეთ მარიამის ეგ პაროდია და ძალიან ბევრი ვიცინე ხალხნო აი რამ მოაფიქრა ის ან თმა როგორ გაიკეთა ან ის ბასანჭყები სოფი შენ დამუზებს დაგამატებენ ფინალისტებშიო არა მადლობა ეკა გეთანხები ნახე საერთოდ არ იყო სასაცილო გეთანხები შეიძლება საერთოდ არ გაიცნო ანუ ხუმრობა როგორ რაღაც არის იცი რომ შეიძლება საერთოდ არ გაგეცინოს ნახეთ ვიღაცას გაეცინება ვიღაცას არ გაეცინება მე მაგალითად არ მეცინებოდა ხოლმე სუკა გუგას ხუმრობებზე, იმიტომ ვერ ვგებულობდი. მაგათი ცხოვრების სტილი, კულტურა, ანუ სადაც ცხოვრობენ და გაიზარდნენ, იმდენად შორს არის ჩემგან, რომ მე მაგათ ხუმრობებს ვერ ვგებულობდი და მაგათ პაროდიებსაც ვერ ვგებულობდი. ხა ბონდოს პაროდია რო გააკეთე, შეიძლება ვიღაცისთვის იყოს სასაცილო ადამიანს ეწყინა, უთხრა მეწყინაო, აღარ გააკეთოთო. ნახე, მე არ ვერ გავიგე და არ მესმოდა და ზურა გუგას ხუმრობები, მაგრამ მივსულიყავ რომ რახან მე არ მესმის, თქვენ ნუ ხუმრობთ ძმაო, ეხლა აქ მე რაც მესმის, ან ის იხუმრეთ, ან საერთოდ ნუ ხუმრობთ. ეს კატარო მყავდა, ეხლა ეს მეგუტუნება. ზურა გუგასთან რომ მივსულიყავ და მე თქვა, ან მე რაც მესმის, ის იხუმრეთ, ან საერთოდ ნუ ხუმრობთ. ხალხო, აი ეგეთი რაღაცა გაგიგიათ. არ მესმოდა მაგათი ხუმრობები და რა ვიცი, არ მეცინებოდა და არ ვიცინოდი. სულ ეს იყო. არასდროს არ მისულარ მაგათთან და არ მithქვენს, რომ აი ხა რახან მე ვერ ვიგებ თქვენ ხუმრობებს. არ იხუმროთ თქვენ მანდ ხო და ჩემ შემთხვევაში მე რო გავაკეთე პაროდია, რომელიც არც პაროდისტი ვარ, არც მსახიობი, უბრალოდ გავხალისდი რა, მუსიკა ჩამირთეს, მუზების, მე რაღაცა ინდური მუსიკა მიაყოლა. ძალიან მაგარი იყო, მე ძალიან ვიხალისე მაგალითად მაგათი მოატილოვა და რაღაცეები. ლორენცოს ხათაშორის კარგი უმორი აქვს, უბრალოდ სახუმაროდ ასცალია მაგ ადამიანს, სულ ჩხუბობენ და ამ ადამიანს არსალია ხუმრობისთვის. ხა ლორენცო ძალიან სასაცილო კაცია ხალხი, რომ გაუნათლებლებს რო ეძახის ამათ. ნუ ეხა გაუნათლებლები კი არიან, მაგრამ დიდად განათლებული არც თვითონ არ არის. ჩემი მიმიკები, რომელიც ხა ძალიან ბუნებრივად ვაკეთებ. ლორენცო ეძახის გაუნათლებლებს ამათ გამოუსვლელები ხართო და რაღაც მაგაში კი ვეთანხმები, მაგრამ დიდად ლორენცოც არ არის განათლებული და არ გადმოსდის ძალიან მწირი ის აქვს ლექსიკა რაღაცა რილსებს უყურა ფსიქოლოგიაზე რაღაცა გაიგო ამ ადამიანმა გადაწყვეტა რომ ფსიქოლოგია ძალიან ადვილია და რაღაცა კურსების გავლის მერე ფსიქოლოგათაც შეუძლია პოზიციონირება მე თუ მკითხავთ ძალიან ირონიულად უყურებდი მე ლორენცოს ფსიქოლოგობას, იმიტომ რომ მე ვარ აკადემიური განათლების მომხრე, აი ბუღალტრებიც რო ამყავს, ხო, ძალიან ვაქცევ ყურადღებას რა სად ისწავლა, შეიძლება რაღაცების სკროლა ვიდეოები და აზრზე მოვიდა ამ პროფესიაზე, მაგრამ სად ის რო დავშვათ მივიდა ლექციებს და აესწრო გამოცდები ჩააბარა და ასე შემდეგ. ბუღალტერიას გეუბნებით, აი ძალიან მარტივი მაგალითი მომყავს და ფსიქოლოგია, რომელიც არის მენტალურ ჯანმრთელობასთან კავშირში ხალხნო, ანუ ფსიქოლოგია არ არის ესეთი ხელწამოსაკრავი პროფესია, უბრალოდ ძალიან გაუბრალოვდა და გაუფასურდა იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა სკროლა ეს რილსები
ყურში მოსახვედრი წინადადებები დაიჭირა, რა საქმიანობა? მე ვარ ფინანსისტი და მყავს ბუხალტრები დასაქმებული. და აი ეს რომ სკროლა ეს რილსები და საინტერესო რაღაცა ფრაზები დაიჭირა და ყურადღება მიიქცია ამ საინტერესო საუბრებით, ეს არ ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ პროფესიაში ეს ადამიანი იმდენ წონას იწონის, რომ ვიღაცას ფსიქოთერაპია ჩაუტაროს, რომელიც არის ხახრო ძალიან ფაქი, ან მენტალური ჯანმრთელობა არის, რა ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა დღევანდელ დღეს. ხო და ლორენცოს ფსიქოლოგობას ჩვენ ხო ძალიან ირონიულად ვუყურებთ. ნუ ეხლა რა ჩემი საქმეა? ამბობს ფსიქოლოგი ვარო და თქვას, რა ვიცი, ეხლა დღეს ჩამიგდეს რაღაცა მომღერლობის კონკურსიც მისულა საქართველოს ხმაზე, იქ მსახიობი ვარ. ამ ბიჭმა 30 წლამდე მოკლედ ყველანაირი პროფესიები მოასწრო. ხო და ღმერთმა ხელი მოუმართლოს, მაგრამ ფსიქოლოგობის ხო ძალიან ირონიულად ვუყურებდი. ესე იგი, ეს ადამიანი რო შემოვიდა ჰაუსში, რო დაიწყო ამაზე, რომ მე კონსულტაციებს მართავო და ასე შემდეგ, იმხელა ფსიქოლოგიური წნეხი და ფსიქოლოგიური წნეხის, ბულინგის და ზეწოლის მიმართ გამოაჩინა ისეთი მდგრადობა, რომ უკვე მეც დავფიქრდი, რომ რაღაცა ეთყობა, ძალიან კარგი ტექნიკები აქვს ამ ადამიანს გავლილი, რომ ესე მაგრად ჯერ ბონდოს როგორ უძლებდა და ჩემთვის შოკი იყო ბონდო რომ გამოვიდა. ნუ ესენი ხო ერთმანეთს რას არ ეძახდნენ? გინებაზეც მივიდნენ, პირდაპირ გინებაზე, ხელით შეხებაც იყო, იქ დაცვა რამდენჯერ შემოვარდა და ეს ბონდო გამოვიდა და რა ვიცი, ლაივში ჩდნენ ჭუკჭუკებდნენ. ანუ ამ ადამიანს ზღვარი საერთოდ არ აქვს. მაგრამ ვიდეოში ძახის სუკან ადამიანებს ვერ ვენდობიო. ძალიან ტეხავს გეთანხმები. სუკანი ადამიანი შეიძლება შენ გემოვნებაში ან ჯდებოდეს, ან მოგწონდეს, ან არა. ეს არის გემოვნების ისა თემა. მაგრამ ის რომ სუკან ადამიანს არ ენდო, ეს არის ძალიან ცუდი ნათქვამი გეთანხმებით. აი 100% მაგას გამართლება არ აქვს არანაირი. ხო და ჩვენი ყავდა მარიამ ლამაზი, რომელმაც სიმსუქნის გამო გაიკეთა ოპერაცია, ბარიატრია და ძალიან ბევრი წელი ებრძოდა ამ პრობლემას და თქვენ წარმოიდგინეთ რაღაც კონკრეტული პრობლემით რო ხარ და მაგ პრობლემის გამო გეუბნები რომ მე შენ არ გენდობი. იგივეა დავშვათ რომ მითხრან რომ აი რახან შენ ცისფერი თვალები გაქვს არ გენდობი ან ქერათმა რახან გაქვს არ გენდობი. ანუ ეგეთივე არარეალურია ხო გარეგნობის რაღაცა გარეგნობის გამო რომ გეუბნებიან რომ არ გენდობი მე შენ. შვიდიანები დავაფოლოვოთ ხალხო ვინ არის თან გველები აქვს აჰა პიჯაკი სად იყიდე? პიჯაკი ვიყიდე ზარაში. თუ H&M-ში აღარ მაქვს. პიჯაკი აი მოკლე არის, ყველაფერს უხდება, ეს ვიყიდე ან ზარაში, ან H&M-ში, სადღაც მოლში ხალხმა, კარგად კი აღარ მახსოვს. შანელის სტილია, მაგრამ შანელი არ არის. ისე გშიფავდი ლორენცოსთან უხდები, ღმერთმა დამიფარო სოფი. მუზები ავათარიან კი ბატონო. ეხა ჩემი ეკრანი რატო დაბნელდა მეგობრებო? ჩემი ეკრანი არის ეხა დაბნელებული.
მაგ პროექტში არავინ არ გიხდებოდა შენ თიკო გეთანხმები ნეტა ვინმე ყოფილიყო ასეთი სიმპათიური და ესე შემდეგ ძალიანაც მომეწონებოდა რატო არა მაგრამ აშკარად არავინ არ იყო ჰაუსის ბიჭებიდან მე ვთვლი რომ არავინ არ არის მოსაწონი ანასტასიაზე კი ბატონო ანასტასია არის ლაივში უფრო მომეწონა უფრო ისეთია ეფექტური ლამაზი სიმპათური ძალიან სასიამოვნო ვიზუალის გოგოა და მე მანამდე მყავდა ეკრანზე ნანახი მაგრამ ლაივში რომ ნახე უფრო მომეწონა ხო მაგრამ ანასტასიას ხახნო არ შეუძლია ეს ივილი ანუ ეს მუსებმა რაც რა გარემოც დაახვედრეს ეგ ანასტასიას არ შეუძლია ანუ ნახეთ ან შეგიძლია ეგ რო დავუშვათ უკივლო უწივლო თავზე დააფარო რაღაც ანუ ანასტასიას ეგ არ შეუძლია ანუ ეს წივილი კივილი არის მუზების ქცევა კი ჯავახას ვიდეო ჩამიგდეს ხახნო რაღაცა ზურას რაღაცას ეუნებოდა და მეო პროექტიდან წასვლა მინდოდაო და ძალიან ცუდი რომ ჯავახას პროექტიდან წასვლა უნდოდა იმიტომ რომ ჯავახა ჰაუს ძალიან უხდება ჯარიმა პროექტიდან წასვლაზე ჯარიმა არის მაგრამ ხა თუ ძალიან ცუდად ხარ იმ ბენს არ არის რომ ვერ გადაიხადო რა ვაიმე ხო ეგ ვიდეოებიც ჩამიგდეს რომ ზურას უთქვამს რომ ვირის ტვინი აჭამა მარიამმა ჯავახასო ზურა შენ რა გაჭამეს ეგეთი რომ გამოხვედი ვიქტორია არასწორი რა თქვა ზურამ და არასწორი ის თქვა საყვარელო ზურამ რომ როცა ორ ადამიანს ერთმანეთი მოსწონს ეგეთი შეუგნებელი და უტვინო არ უნდა იყო რომ რახან ერთ ადამიანს მოსწონს მეორე რაღაცა ვირის ტვინი აჭამაო ეგ თქვა რა შენი საქმეა ვინ რა აჭამა ვის რატომ მოსწონს ერთი ადამიანი მეორე რა შენი საქმეა მოსწონს და ეგ არის რას აქციელზე აბარა რას აქციელზე ხახნო პაროდია რო გააკეთა მე ძალიან ვიცინე ძალიან ვიმხიარულე რა ვიღაცას შეიძლება არ გაეცინა მაგ პაროდიაზე it's okay რა დავშოთ შეიძლება ჩემ პაროდიაზეც არავის არ გაეცინა მაგრამ მე ხო ვიხარისე შენ წარმოიდგენ ელიზაბეთ ნახე ამდენი წელი მოვაღწიე ჰაუსის გარეშე, ხო? ეხაც როგორღაც გავაგრძელ. ან შენ როგორ წარმოგიდგენია? მე თიკო ძალიან ვიცინე, ხო? შენ როგორ წარმოგიდგენია, რომ ჰაუსის გარეშე მე რას ვაკ, ანუ მთელი ამდენი წელი ვიჯექი და ჰაუსს ველოდებოდი და ეხლა რა გონია, რომ რამდენი ხანი სანამ ჰაუსი დამთავრდება ჩართული ვარ ყოფილი მონაწილე ძალიან ჩართული ვარ ასე რომ სადამდეც მეხალისება მანამდე ვილაპარაკებ აღარ მეხალისება და არ ვილაპარაკებ
ქუთაისელი მაგრამ პაროდიაც გააკეთეს, ეგ პაროდია ხალხო, შეიძლება არც მე არ გამეცინა. ვინმე მაუკრძალა ქუთაისელებს პაროდიის გაკეთება, რა ვიცი. ლელუ რო გააგიჟეო, როდის გავაგიჟე ლელუ? ხო, მოკლედ, აბაიმე. ხახნო, ლელუს და დიასას ვიდეოებს ნუღარ მიყრით, იმიტომ რომ თქვა თუ არ თქვა. ძალიან ერორი მემართება. მე ხო აი ლორენცომ რო უთხრა დიასა აგივარდათ თავშიო იმათ აი მაგაზე ძალიან ვიცინე იმიტომ რომ ლორენცოს რაღაცებში შეიძლება დაეთანხმო შეიძლება არ დაეთანხმო მაგრამ აი მაგ გამონათქვამს რომ დიასა როგორ უნდა აგივარდეს თავში ხო მაგაში ძალიან ვეთანხმები ძალიან უცნაური წვილია დიასა და ლელუ ხალხნო აი ძალიან უცნაური წვილია და აი ამ გოგოს მე მე უნდა ვთქვა არ ვიცი რა ჩემი აზრით ეს გოგო არის რაღაცა დიდ პრობლემაში ლელუზე მაქვს საუბარი მგონია რომ რაღაცა დახმარება ჭირდება ამ გოგოს არის ძალიან დიდ გაუგებრობაში თუ რაღაცა გაურკვევლობაში თუ მოკლედ რაღაცა შაშია გახვეული და მგონია რომ დახმარება ჭირდება და ხმას ვერ იღებს მარის ყველა სიტყვაში ეკიდებიან, ხო? მარიამს ყველა სიტყვაში ეკიდებიან, იმიტომ რომ ეს რომ მარიამი არის ეხლა ძლიერი მოთამაშე, ლელუ ამბობდა რომ ჩვენ უკვე გონაო რომ ლორენცო იყოვო ძლიერი მოთამაშე, მაგრამ აგეო მარიამო აჯობაოთ, ანუ ძალიან ბევრი ხმითო და ეხლა მარიამი არის ძლიერი მოთამაშე, ანუ მარიამს უკვე როგორც სერიოზულ კონკურენტად ესე აღიქვამენ. ჯავახას დიანა მოსწონს და არა მარიამიო ხალხნო მართლა ფიქრობთ ანუ რეალურად არსებობს ეგეთი ადამიანი ვინც ფიქრობს რომ ჯავახას მოსწონს დიანა და არა მარიამი მართლა მაინტერესებს და მარიამთან ანუ ეს ახლა გასართობად წერთ ამას თუ მართლა შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს რომ ჯავახას მოსწონს დიანა სინამდვილეში და მარიამთან რატო არის ანუ ვერ მივხვდი გეხუწებით და ან მომწერეთ ან დაწერეთ დიანას შეიძლება მოწონდა ჯავახა კი ბატონო რაღაცნაირად ანუ ხალხო დიანა ითხოვდა ყურადღებას ჯავახასგან მე საერთოდ ნახეთ ეს ყურადღების მოთხოვნა სწორად არ მიმაჩნია და რატო ეხლავე გეტყვით იმ მიზეზით არა რომ დაუშვათ ქალმა არაფერი არ უნდა მოითხოვოს და გოგომ არაფერი არ უნდა მოითხოვოს არა მაგ მიზეზით არა უბრალოდ როცა ბიჭს მოსწონს გოგო ის ბუნებრივად აქცევს ყურადღებას და იმის თქმა რომ მე ყურადღება მომაქციე საერთოდ არ ჭირდება იმიტომ რომ ვერც გაძლებს ისე რომ ყურადღება არ მოგაქციოთ აი როცა ბიჭს მოსწონს გოგო მაგალითად ხომ მოდი ამ თემასაც შევეხოთ ბიჭს როცა მოსწონს გოგო
აი იმდენად ბუნებრივად ხდება ეს ყურადღების მიქცევა, რომ გამორიცხულია, რომ გაძლოს ისე ბიჭმა, რომ გოგოს ყურადღება არ მიაქციოს. და კიდე არის ხოლმე ხშირად ესეთი ნათქვამი, რომ დიანაზე და ზურაზე არ ვამბობ ხო ზოგადად, ანუ ხშირად შემხვედრია ხოლმე ესეთი მოსაზრება გოგოებისგან და ეხლა ბოდიში რომ ეცინება, მაგრამ ჩემთვის ახლა ძალიან სასაცილოა. მაგალითად გოგო და ბიჭი რაღაცნაირად ფლირტის ეტაპზე არიან და ეს გოგო ყურადღების ნაკლებობას განიცდის და მაგალითად არ მირეკავს ეს ბიჭი და რატო არ მირეკავს? და ვერსიები არის ხოლმე, რომ აიერიდება, ცხვენია, ეს ბიჭი არის მორიდებული, ხათრიანი, ასე შემდეგ. ხალხო, ერთადერთი მიზეზი რატომ არ გირეკავთ არის ერთადერთი და მეტი მიზეზი არ არსებობს, არასდროს არანაირი მიზეზი არ არსებობს. და ეს არის არ უნდა და არ გირეკავთ. რომ უნდოდეს მორიდებულობა, სიმორწყლეს, ყველაფერს ეშველება ხალხო, ადგება და დაგირეკავთ. ანუ არ უნდა და მაგიტომ არ რეკავს. ანუ მეტი სხვა მიზეზი არ არსებობს. გოგოებისგან ხშირად გამიგია ხოლმე, რომ ყველანაირ მიზეზს ეძებენ, რომ აი დავშოთ, იქ დალია, იქ მოერიდა, იქ საქმეები ქონდა, ანუ დარეკვას, მოკითხვას და მოწერას უნდა რაღაცა რამოდენიმე წუთი, ხახნო 2-3 წუთი უნდა. ჰაჰა, მაქსიმუმ 5 წუთი. ანუ ბიჭმა რომელმაც 5 წუთი ვერ გამონახა იმისთვის, რომ მოგიკითხოთ, დაგირეკოთ და რაღაცა თბილი სიტყვები გითხრათ, ანუ ერთადერთი მიზეზი ხალხო, ერთადერთი მიზეზი არის, რომ არ უნდა და იმიტომ არ უნდა და იმიტომ არ ერეკავს. არ უნდა და იმიტომ არ გწერთ. ხო და რას მოვაყობე ეს და დიანამ შენიშნა რომ ის ჯავახას რომ იქნება მეც მინდაო შენგანო მეტი ყურადღებაო. კი, გასაგებია უნდა, მაგრამ არ არის ყურადღება არის იმისკენ, ვინც რეალურად მართლა მოსწონს, ამ შემთხვევაში მარიამისკენ. ჯავახაო ცოდო არის მარიამის ხალხში. ხალხო რატო არის ცოდო? ერთ ადამიანს მოსწონს მეორე და რატო არის ცოდო? თქვენი აზრით ნახეთ, შეიძლება თვლიდეთ, რომ რომელიღაცა წყვილი არის შეუფერებელი, იმიტომ რომ ერთისკენ მეტი სიმპათია გქონდეთ. ნახეთ, შეუფერებელ წყვილს ვეძახით ხოლმე ხშირ შემთხვევაში ისეთ წყვილს, რომ წყვილიდან ერთ-ერთი რომელიც უფრო მეტად მოგწონს და მეორე უფრო ნაკლებად. მაგალითად, დიასას და ლელუს წყვილში მე უფრო მეტად მესიმპათიურება ლელუ. პირიქით გავუმართლე. ეს დიასა და ლელუს შემთხვევაში მე უფრო მესიმპათიურება ლელუ. მაგრამ ამ შემთხვევაში ლელუს უფრო რაღაცნაირად თანავუგრძნობ და უფრო რაღაცა აი რა ვქნა ხალხო, მე მაგალითად ლელუ ძალიან მეწოდება, იმიტომ რომ ჯერ ერთი ბონდო ეგონა მაგარი მამაკაცი. მე ამ ბონდოსთან ვერც მეგობრული ურთიერთობა და ვერც ვერანაირი ურთიერთობა ვერ შეინარჩუნა, გავიდა ის კაცი და ილანძღება იქიდან. და მეორე ხა დიასა მაგას თუ გონია რომ რამეში მხარს დაუჭერს ან მოგებაში ან ფინალში და ასე შემდეგ ძალიან დიდი ბოდიში ყველა ქალთან და ლელუსთანაც ძალიან დიდი ბოდიში, უბრალოდ მე მგონია რომ ლელუს ამ შემთხვევაში იყენებენ. მე მგონია ქუთაისელებით და დიასაც იყენებენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე ლელუსთან ჩემი დამოკიდებულება იცით ძალიან კარგი, საერთოდ არ ვარ მაგასთან ასე ვთქვათ კარგ დამოკიდებულებაში, მაგრამ დიასა და ლელუს წყვილში მე მესიმპათიურება უფრო მეტად ლელუ.
გეთანხმებით თიკო ლამაზია და ძალიან ეფექტური გოგოა და რა გაუჭირდა ეგეთი რომ ხალხო დიასა ქალს რა უნდა გაუჭირდეს საიმისოდ რომ დიასასთან გაატაროს ახალი წელი რაღაცა იმაში ღერთო ჩემო ფანოხში გვანცა ისეთ რაღაცებს გიწერა გული არ გაიტეხო გულ გატეხილის რამე ტყობა ეხლა რაც მე ლანძღვა და ბულინგი მესმის მაგრამ მურმანის ეკალი არა ისიცოდენ მურმანის ეკალი თიკო ბევრმა არ იცის მოკლედ მურმანის ეკალი არის გამოთქმა აბესალომ და ეთერი არის ესეთი ნაწარმოები და ძალიან კარგი ოპერა დაიდგა და აბესალომ და ეთერი იყვნენ შეყვარებულები და მურმანი იყო ესე ვთქვათ ბოროტი ადამიანი რომელსაც ეთერი მოწონდა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აბესალომი და ეთერი ერთმანეთს დაშორებულიყვნენ და ნაწარმოები მთავრდება მოკლედ ესე აბესალომი და ეთერი რომ გარდაიცვალნენ, ერთად დაასაფლავეს და ამ საფლავზე ამოვიდა მურმანის ეკალი, ეს თქვათ ეკლიანი მცენარე იმის ნიშნად რომ რო დაიხოცნენ ეს ადამიანები მაშინაც არ უნდოდა მურმანის რომ ესენი ერთად ყოფილიყვნენ და საფლავზე ამოვიდა ეკალი მცენარე ეკალი ეგ არის მურმანის ეკალი გამოთქმაც აქედან მოდის ანუ აბესალომ და ეთერი არის ძალიან ეს თქო ცოტა სევდიანი ნაწარმოებია ძალიან ლამაზი ოპერა გამოვიდა ქართული ძალიან მომწონს ეგ ოპერა და მურმანის ეკალიც აქედან არის გამონათქვამი 18-19 წლის თინეიჯერი, ეხლა თინეიჯერებზეც გეტყვით ხალხმა ეს მურმანის ეკალი რას მოვაყოლეთ, ხო თიკომ დაწერა, რომ საერთოდ თვიცითო მურმანის ეკალიო, მე არავის დაშორებას ხალხნო არანაირად მხარს არ უჭერ, უბრალოდ წყვილებზე იყო საუბარი და ლანა გერიოსი აიმე ხოდა რას ვამბობდი მოკლედ 18-19 წლის ადამიანებზე გეტყვით ხალხო მე 18-19 წლის ადამიანებს ვუყურებ როგორც დასრულ ადამიანებს და ნახეთ ჩემი თავით დამიჭერია ბევრჯერ ისეთ გამოთქმაში როგორც არის რომ მაგალითად 25 წლის და 23 წლის ადამიანზე მithქვამს რომ ამი რა კარგი ბავშვია და რაღაცა ბავშვი მე მგონია რომ ეს არის ერთგვარი პოზიტიური დისკრიმინაცია რატო იცი ზრდასრულ ადამიანს როდესაც ეძახი ბავშვს ეს ნიშნავს რომ მას რაღაც პასუხისმგებლობებს გამოაკლებ, მაგრამ შესაბამისად მის ქმედებებსაც სერიოზულად არ აღიქვავ და სერიოზულად არ ანიჭებ წონას, ესე ვთქვათ. მაგას ნიშნავს და მაგალითად, როცა 20 წლის ადამიანი მეამყავს სამსახურში, ხო, ის არის სრულუფლებიანი, დასაქმებული და ის ისევე მუშაობს, როგორც მაგალითად 30 წლის ადამიანი, ხო? იგივე დავშოთ კარიერას იკეთებს რესურსებს ამ საქმეში და ასე შემდეგ ისევე როგორც მაგალითად 30 წლის ადამიანი რომელზეც ჩვენ ბავშვს აღარ ვიტყვით ხო 20 წლის ადამიანს და თუნდაც დავშოთ 19 წლის ადამიანს რო ეძახი ბავშვი ეს არის რომ მას ამ რაღაცა პასუხისმგებლობებს გამოაცლი მაგრამ ასევე მას სერიოზულად არ აღიქვამ და ეს მაგას არაფერში არ ეხმარება ხალხო რას ფიქრობ 18-19 წლის თინეიჯერკო მგზად ვიქნებით რომ შემდეგ წელს მივიღოთ ხალხო თუ მზად იქნებით მიიღეთ მონაწილეობა თქვენი საქმის თქვენი ცით მე ამ შემთხვევაში კი 18-19 წლის ადამიანი არის ზრდასრული და ინფანტილიზმი რო დავუშვათ 18-19 წლის არის ბავშვი შეგახსენებთ რომ 12 წლამდე არის ბავშვი 12-დან 18 წლამდე არის მოზარდი და 18-დან არის დასრული ხო ვიღაცა შეიძლება რა ვიცი 18 წლისაც ბავშვის აზროვნებით იყოს და ინფანტილური მიდგომით იყოს ცხოვრებისადმი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ 18 წლის ადამიანი ბავშვია ხო რაც უფრო ესე ინფანტილურად მიუდგები ადამიანს რომ ბავშვია
შესაბამისად ის აი ამ ზრდასრულ და სერიოზულ ასაკს და ურთიერთობას გვიან მიაღწევს და ამას ძალიან დიდი ბრძოლა ჭირდება ამ ახალგაზრდა ადამიანის მხრიდან, რომ თავი დაიმკვიდროს თუნდაც სამსახურში, კარიერაში, რაღაც საზოგადოების ნაწილში, რომ აღიქვან სერიოზულად. ანუ ნახეთ, ბავშვია ძახილი არაფერ დადებიც არ ემსახურება რეალურად. კვანცა ანა არის დაინტერესებული, რომ ისაუბრო ბუღალტერიაზე. ხახნო ბუღალტერია ჩემი აზრით არის ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი საქმიანობა. რომელიან ერთი დავინახო უნდა დავაფოლოვო, რომელსაც მოუნდა ბუღალტერიაზე ვისაუბრო. ბუღალტერია არის ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი საქმიანობა, შესაბამისად მე ბუღალტრად არც ვიმუშავებ არასდროს, ძალიან მოსაწყენია ჩემთვის, ძალიან რუტინაა. ნუ 18 რა გიპასუხო? კვანცა მარიამის დეიდაშვილი ვარ. ძალიან მიხარია, ძალიან კარგი დედა ყავს მარიამს. სულ ჰაუზე საბუდა ბუღალტერიაზე შეუძლიათ საუბარი. ბუღალტერია არის ძალიან მოსაწყენი საქმიანობა, თუმცა ვისაც უნდა რომ დავუშვათ სახლიდან გაუსვლელად, ძალიან სწრაფად შეისწავლოს. ნუ რა თქმა უნდა, სწრაფად შესწავლა არის პირობითი. მე ვთვლი რომ ბუღალტერიას 4 წელი სწავლა არ ჭირდება, დავუშვათ ბაკალავრი რაზეც არის, ხო? სტანდარტულად ბაკალავრი ხო 4 წელი გვაქვს. ბუღალტერიას არ ჭირდება 4 წელი სწავლა, ჩემი აზრით მაქსიმუმ 6 თვეში შეგიძლია ძალიან კარგი პროფესიონალი გახდე. ნუ იქ რა თქმა უნდა კიდე 6 თვე პრაქტიკას მეაქვს, ნუ სადღაც ალბათ 1 წელში კარგი პროფესიონალი შეგიძლიათ დადგეთ. უბრალოდ ამ პროფესიას შემოსავლიანი არის, ვერ ვიტყვი რომ არ არის შემოსავლიანი, მაგრამ ძალიან ბევრი დრო ჭირდება და ძალიან ანუ ეს რუტინული სამუშაო უნდა მოგწონდეთ რა, დავუშვათ სტაბილური რუტინული სამუშაო. მაგალითად, მე ამყავს ბუღალტრები, ვისაც უნდა რომ სახლიდან გაუსვლელად იმუშაოს, უბრალოდ უნდა კონდეს აუცილებლად პრაქტიკა, იმიტომ რომ მე არ მაქვს დრო რომ იმას ვეჯდე და იმის გაკეთებული საქმეები გადავამოწმო, ანუ დამოუკიდებლად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს. დედა მამა ძალიან კარგი მშობლები ყავს მარიამს ხალხნო და შესაბამისად მე რომ მეუნებოდით ხოლმე რომ ვაი მე რაღაცა რატო ვერ ასწავლე, არა, ძალიან კარგად იცის. მარიამს ყავს ძალიან კარგი მშობლები და შესაბამისად ჩემი შვილისთვის რო ეთქვა ვიღაცას რომ ვაი მე ხა ანა, რა დროს ჭირდება არ გადამრი 200 ლარს რომ ბუღალტერს ვუხდიდი 5 წუთს უთმობდა ჩემს საქმეს. ნახე, საქმეს რომელსაც ჭირდება 5 წუთი, იმ 5 წუთის უკან რამხელა ცოდნა გამოცდილება არის და დგას, ეგ არავინ არ იცის, მაგრამ 200 ლარიანი ბუღალტერი ხო 5 წუთზე მეც არ დაგითმობს, გეთანხმები. ეს მუხლებზე პაროდია რომ ბულინგად აქციეს ხუმრობა ისწავლეთ რა მუხლებზე არ ვიცი. ნუ 18 რაზე გიპასუხო? კვანძა ძალიან ლამაზი ხარ, მიყვარ ხარ, მეც მიყვარ ხარ, ნუ 18. მეორად სპეციალობად მუზები იგულისხმა. მუზები იგულისხმა მუხლებში ხალხნოთ იყო მუხლებზე პაროდიაო, ცუდიაო და მუხლები არის მუზები, ვერ მივხვდი. მეორად პროფესიად თავისუფლად შეგიძლია მეორად პროფესიად აქციო ანა მე მგონი ხო?
შეეშალა თიკოემით. გვანცა როგორ ხარ მარის უთხარი მარის ვეტყვი როგორ ვარ კი ბატონო ხო და ფაიმეს გოიმკები არ შემვლე მეორე სეზონზე არ შემოვდივარ კარგი ნუ შემოხვალ თაკო მეორად პროფესიაზე იყო აქ საუბარი, ხო? კი ბატონო, მეორად პროფესიად შეგიძლიათ აქციოთ, ეხლა არის ძალიან ბევრი კურსებიც, ტრენინგებიც ასე შემდეგ. მე მაქვს ACCA-ში ნასწავლი, სადაც საერთაშორისო სერტიფიკატს გაცემენ, ანუ ACCA ყველგან არის ACCA. და საკმაოდ ისეთი გამოცდები აქვს რაღაც კრინჯი, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რომ ACCA-ში ნასწავლი ბუღალტერით თქვენ მეორე დღეს ბუღალტერი იქნებით, იმიტომ რომ მაგას სჭირდება ძალიან დიდი პრაქტიკა. პრაქტიკ ნებისმიერ კურსზე ალბათ უფრო თეორიას სწავლობთ და პრაქტიკა დათა რამ მკითხა არ ვიცი დათა რომელია. ხო და მათემატიკის ცოდნა ხალხნო, ანუ საბუღალტრო ეხლა ვიგეთყვით, რომ მათემატიკის ცოდნა, თქვა, თუ უმაღლეს მათემატიკას გულისხმობთ, საერთოდ არ დაგჭირდებათ, მაგრამ პროცენტის გამოთვლა უნდა იცოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ეხლა პროგრამა აკეთებს და პროგრამა ითვლის ყველაფერს და ბუღალტრული პროგრამები უკვე ისე წავიდა, რომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბუღალტრის პროფესია ხელოვნურ ინტელექტთან ერთად, განვითარებასთან ერთად ალბათ გაქრება და მეწარმეებს საშუალება ექნებათ, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გააკეთონ ის, რასაც ეხლა ბუღალტერი აკეთებს. და შესაბამისად ეს არ იქნება დავშოთ მომავლის პროფესია. მე ესე ვთვლი, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად მე მგონია, რომ მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, აი ეხლა გოგომ რო თქვა, რომ 5 წუთში 200 ლარი გამომართვაო, ხო? მაგას უეჭველი გაგიკეთებს ხელოვნური ინტელექტი და მაგაში 200 ლარის გადახდა არ დაგჭირდება, ავტომატურზე შეგიძლია დააყენო და ეხლაც არის უბრალოდ რა არის, იცი, ხალხს ბევრად მეტი ნდობა აქვს, მაგალითად კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვიდრე ხელოვნური ინტელექტის მიმართ. თიკო, რასაც ვერ ჩაანაცვლებს, ეს არის ადამიანები და ადამიანური ურთიერთობები, ალბათ და შემოქმედების ის ნაწილი, რომელზეც აი უშუალოდ ადამიანის, ნუ ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი არის სოციალური არსება და ადამიანები ადამიანების გარშე ვერ ძლებენ და ყველაზე მეტად უჭირთ ადამიანებთან ურთიერთობა. ანუ ყველაზე მეტად რაც ჭირდებათ, იგივე არის ყველაზე მეტად რაც უჭირთ. ადამიანთან ურთიერთობას უმეტესობა არ აფასებს სამწუხაროდ. თიკო ნახე, არ აფასებს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ საჭიროება არ არის. ჭირდება, მაგრამ დაფასებით არ აფასებს. ხო, შეიძლება წყალს და ჰაერსაც არ აფასებდეს ადამიანი, როგორც ასეთი ამ დაფასებას თუ ვამბობთ, მაგრამ გჭირდებოდეს წყალიც და ჰაერიც. ასევე არის ადამიანური ურთიერთობებიც. პრაქტიკას გავივლი, მამაჩემს სჭირდება ბუღალტერი და მაგიტომ გადაწყვეტე ბუღალტერია ვისწავლო. ძალიან კარგია, მამასაც დაეხმარები და თან დამატებითი პროფესიაც გექნება. თან სხვა უნდა გადაუხადოს მამამ, არ გადაუხდის ხოლ, შენ გადაგიხდის და ისევ ოჯახში დატრიალდება. სუპერნოვა სუპერქალს არ ნიშნავს. სუპერნოვა არის კოსმიური მოვლენა, ხალხნო ვიღაცას გონია ხოლმე რომ ეს არის გვარი არ არის. ეს არის კოსმიური მოვლენა, რომელიც რა ვიცი, მე მგონია რომ კოსმოსის რაღაცა ამბები მაინტერესებს ხოლმე და ძალიან ფილმები კოსმოსზე, რაღაცა სიახლეები და ასე შემდეგ.
მგონია ხოლმე რომ ყველა მიცის და თუნმე ყველას არ აინტერესებს ახლა ეს კოსმოსის რაღაცები და სუპერნოვა ხალხს გონია გვარი არ არის ხალხ, ნუ არის კოსმიური მოვლენა, არის ვარსკვლავი რომ აფეთქდება, მოკლედ რაღაც პროცესები ხდება იქ და მარიამს პატრონი არ ყავს ესეთებს რა ქვია მარიამს პატრონი არ ყავს ხალხნო რა სუპერნოვა რატო გიწერე სუპერკალი ხარო ძალიან დიდი მადლობა თიკო ხო ეს ვერ წავიკითხე ეს კომენტარი ხო ხალხ რომ პატრონი არ ყავს რას ნიშნავს ანუ ოჯახის წევრებში და დედმამას თუ გულისხმობთ დედაც ყავს მამაც ყავს მარიამს და ძალიან მზრუნველი მშობლები ყავს და არაფერს არ აკლებენ ამ გოგოს და მამამისმე გავიცანი ლაივზე მოვიდა და ძალიან კარგი და მზრუნველი ადამიანია ის და თავის შულს აქცევს ყურადღებას ახლა მეტი რა გააკეთოს რას ქვია პატრონი არ ყავს და ახლა მე რომ მიწერთ ხოლმე პატრონი არ ყავს შენ ძალიან ერორია და ძალიან არასწორ რაღაცას წერთ ხალხნო მარიამ როქნა პაროდია ეგ ვიგულისხმე ბულინგი გადააქცეს პაროდია ბულინგი არ არის ანუ პაროდია რომელიც არის სახალისო და ხარ შოუში და ასე შემდეგ არის ძალიან ნორმალური და არანაირი ბულინგი ეგ არ არის ხალხნო არა პაროდია სახალისო რაღაც ხუმრობა არ არის ბულინგი რეგიონში ვცხოვრობ ონლაინ არის კურსები კი ბატონო ონლაინ კურსებიც არის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი აინტერესებს მე არ მაქვს ეს კურსები და ვიცი რამოდენიმე კურსი და მაგ კურსებს ახლა ვერ გავარეკლამებ იმიტომ რომ არაფერს არ მიხდიან დიდი მადლობა ვარდებისთვის არაფერს არ მიხდიან და ახლა დიდად ვერ გავარეკლამებ არის ძალიან ბევრი კურსი 1-2 არის ისეთი დავშოთ რომელი კურსებიც დაამთავრეს ჩემთან მოვიდნენ და კარგად იმუშავეს ეს შემიძლია ვთქვა ანუ ამ კურსებს დამთავრებულმა გოგოებმა თან მე სულ გოგოები მყავს სულ ქალები მყავს ანუ ბიჭი ბუღალტერი არ მყავს ხო და აი ეს რამოდენიმე კურსი არის რომელიც რომ ნახე რომ აი სერტიფიკატი რომ მომიტანეს და ეს რო აქვს დამთავრებული ნახე რომ კარგად მუშაობენ იმიტომ რომ იქვე პრაქტიკაც გაატარეს და ასე შემდეგ მაგრამ თვითონ ხა ეს კურსები რამდენად გავაჟღერო ესე რომ კარგია ცუდია ვერ გეტყვით ზურა და დიანა, ვიღაცა პეიჯი არის ზურა და დიანა, ხალხო და ეგ წერს კომენტარს, ძალიან სასაცილო. ზურა და დიანა არის ესეთი იუზერი და ეს მიწერს ანანო კაპანაძე არ არის აუცილებელი რომ ამიტანო. შეგვიძლია საერთოდ არ მიყურო. რა უცილებელია ხა ვიღაცა ანანო კაპანაძე მიტანდეს. თუ გინდა ძალიან გვეწყიდა კი, აუ რა გავქნათ ახლა. ვერც შენ და ვერც მარიანს. აუ ანანო კაპანაძე ეს რა მითხარი? არაფერი არ არის სასაცილო მე მათი ფანი ვარ არ შემიძლია კომენტარის დაწერა ზურა და დიანა კი ბატონო შეგიძლია რა თქმა უნდა უბრალოდ გამეცინა იმაზე რომ ზურა და დიანა ეს ორივე რომ მოგწოს არ დაგეზარა ეს იუზერი გახსენი ამ იუზერით მე ჩემთან ლაივში შემოხდი და კომენტარი რომ დაწერა მაგაზე გამეცინა თორე რა თქმა უნდა თავისუფლად შეგიძლია რომ ზურას და დიანას ფანი იყო უბრალოდ ზურა და დიანა არც წყვილი არაფერი უბრალოდ ხო
ჩატიც აქვთ მაგაც კი ზურა და დიანა users ოვნები რომ რა თქმა უნდა ჩვეულებრივ შეგიძლია რომ მაგათი ფანი იყო უბრალოდ აღარ მახსოვს კომენტარი რა დამიწერე მარიამის აქციაზე ხო მარიამის პაროდიაზე მე ძალიან ვიცინე ხალხნო ვიხარისე ჯავახა იცნობს მარიამის მშობლებს. არ ვიცი ხალხო იცნობს თუ არა, ჯერ მშობლების გაცნობამდე და ხელის თხოვნამდე არ ვიცი რამდენად მივიდა საქმე. თუ გადაწყვიტავენ ესე, რავი, პრობლემა არ არის. ზურა და დიანა ზურა და დიანა უნდა დავაფოლოვო ხალხნო ძალიან საყვარლები არიან ნიკოლოზ სალვარიძე ნიკოლოზ მაგარი ვიჯი მოკლედ რას ვამბობდი ახლა ხო, მოკლედ რაც საქმეებს მოვრჩი, მე შემოვიდეთ ყავა და შოკოლადი მოვიდგი და თან თქვენ წაგეჭორავეთ. ეხლა თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები მომწერეთ თუ არა და უნდა გავიდე და შესაბამისად ფართი უწევს 7 იანვარს ხალხნო 7 იანვარს მე მივდივარ შობის შესახვედრად ჩემს ახლობლებთან ერთად აქ არ ვიქნები ქალაქ გარეთ ესეთი ტრადიცია მაქვს შობის ღამეს ლიტონიობას ხედა შობის ღამეს მივდივართ ხოლმე ვიკრიბებით ძალიან ახლობელი ადამიანები თვითონ მე ძალიან მორწმუნე ადამიანი ვარ, მაგრამ ძალიან რელიგიური ადამიანი არ ვარ. ანუ რელიგიურ ადამიანში გულისხმობ, რომ სისტემატურად მარხულობს, დადის ეკლესიაში და ასე შემდეგ. ვარ ძალიან მორწმუნე ადამიანი, მაგრამ ეკლესიური ადამიანი არ ვარ, მაგრამ არის რამოდენიმე დღესასწაული ეს არის აღდგომა შობა, მარიამობა და ფერისცვალება. ძალიან მიყვარს ეს დღესასწაულები და ძალიან ისეთი ტრადიციული თბილი გარემო მაქვს ხოლმე, მოკლედ არ ვარ ძალიან რელიგიური, ვარ მორწმუნე ადამიანი, მაგრამ რამოდენიმე რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ძალიან მიყვარს და 7 იანვარის შობა ძალიან მიყვარს. 25 დეკემბერსაც აღნიშნავ ხოლმე. კი ბატონო. მეგობრებო, კიდე არ გამირკვიეთ, ანუ რანაირი ფოლოვერები ხართ და რანაირი მეგობრები ხართ, რატო ვერ გამირკვიეთ, ახალი ბიჭი როდის შედის და რატო აქამდე არ შევიდა, რატო არ მირკვევთ? თიკო 15 კი არა და 16 იანვარს მთავრდება, ესე ვიცოდით, მაგრამ რადგან ერთი პარასკევი და ერთი კვირა გამოტოვეს, არ ყოფილა არც აუთსაიდერების გამოვლენა და არც ლაივი, შეიძლება ერთი კვირით გადაიწვევს, თუმცა არ ვიცი. პროდაქშენი რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროდაქშენი, არ ვიცით. შესაბამისად, ალბათ მე როგორც ვიცოდი 16 იანვარს მთავრდებოდა და ნუ ახლა ვებელაუ ბასასი მამე ბასასი მგაიღვიძა რაღაცა ცუდი სისმარი ნახა რა ბასასი სი პატარა ხარ ვაიმე აი ეს ბავშვით არის ხახტო რო გაიღვიძებს მეძახის ხოლმე რომ მოდი მომიფერეო ზურა და დიანა ანასტასიაზე რა სიტყვიო? ანასტასია ძალიან ლამაზი გოგოა, ძალიან მომწონს. ნუ ეხლა შესაბამისად ლაივში ბევრად უკეთესია ეს გოგო ვიდრე ეკრანზე. მე მოგწერე რომელი გოგო შედიოდა პირადში მოგწერა. თუ შედიოდა რატო არ შევიდა? მე ვიცი რომ ეს ბაჩო ასტროლოგი თუ ვინც არის ეს ბაჩო შედიოდა და რატო არ შევიდა? მარიამი
როგორ არის? კარგად არის მარიამი, მეგობრებო. ხა იძახიან ორშაბათს შედისო. შენავნა გავარდნილი ხა. ხო ეს ბიჭი თან სულ თქვენ მიგდებთ ხოლმე ამ ხშირად არის ლაივში და უბრალოდ წინასწარ რო თქვა შევდივარო ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ხალხი და მე მეკითხებოდნენ რომ მართლა შედიხარ ჩვენ რო შევედით ჰაუსში ჩვენ ერთმანეთის ვინაობა არ ვიცოდით და ეს იყო გასაიდუმლოებული დავშოთ ერთმანეთზე არ ვიცოდით ვინ იქნებოდა ჰაუსის მონაწილეები. რომ ცოდნოდა ესენი იქნებოდა შევა არ შევსულიყო. მარიამი ჰაუსში გავიცანი კი ბატონო. ლილე ზარქუა შეკითხვა ვერ გავიგე მეკითხვა დაგისვიო ლილე ზარქუას შეკითხვა ვერ წავიკითხე და გამომეყარა თმა შესაჭრელი მაქვს თიკო უბრალოდ ჩემი სტილისტიკა და კაი სტილის აი ესე მინდა შეჭრა აი შეიქნება რა შეკეცილი თავარცხნი ნინი მეტი საქმე რო არ გაქო კი შენ ხო გაქ ბევრი საქმე და რას მიყურებ წადი საქმე გააკეთე კარე შევიჭადი მე და აუ კარეზე გეტყვი მე მქონდა რამოდენიმეჯერ კარე და თიკო ჩემთვის კარეს აქვს ის მინუსი რომ უნდა დავარცხნა და დაყენება ყოველ იმაზე რა ქვია სპეციალური სავარცხლით დამუშავება და ეგ ჩემთვის ძალიან შრომატევადი და დამღლელი, იმიტომ რომ ყოველ იმაზე რა ქვია დაბანაზე ვარცხნა და სწორება კარეთ ჩემთვის ძალიან ის არის. სხვათა შორის დაუვარცხნელი და ესეთი აჩეჩილი აბურდული კარეც მომწონს აი ეს ფრანგულ სტილში და რაღაც. მაგრამ მე ის დავარცხნილი და დასწორებული ფენსავარცხელი როა მაგით ადვილია. კი დაისონიც მაქვს რომელსაც მოყვება ყველანაირი სავარცხელი და დასწორებული, მაგრამ ჩემთვის ძალიან რთულია ჩემთვის. Otsdaotkhi shutse muzebis simღერებს უსმენთ. ხალხი თავიდან რო შევედით, ნუ მუზებით და ყველანი უფრო კაი ხასიათზე იყვნენ, ამდენი ჩხუბები თავიდან არ იყო და მუზემმა ეს ფანდური მოიტანეს მოკლედ და 24 საათი ამ თავის სიმღერებს მღეროდნენ. არ ვიცი თქვენ უყურებდით თუ არა სტრიმებს თავიდან არ იყო ბევრი მაყურებელი. ეხლა მეტი მაყურებელი დაემატა, მაგრამ თავიდან ხახნო ანუ მუსები სულ მღეროდნენ და სულ ნინი ძალიან დიდი მადლობა. ვინ გინდა რომ მოიგოს? მე მინდა მარიამმა მოიგოს ხახნო, იმიტომ რომ მარიამის გულშემატკივარი ვარ. Teen girl, hi. მე მინდა რომ მოიგოს მარიამმა, რა ვქნა, ახლა მარიამის გულშემატკივარი ვარ. ჯავახასაც გულშემატკივრობ მარიამის გამო, მაგრამ მე მინდა რომ მოიგოს მარიამმა. ცოტნე ვინახა რატო ჩაგრთვა აბა მითხარი. ხო და მარიამმა მინდა მოიგოს, რა პრობლემაა? ხა ჰაუსში ერთი ამბავია ხალხნო აუცილებლად ეხლა რო დავამთავრებ მოკლედ ლაივს აუცილებლად ინსტაგრამზე აქაც ინბოქსში იქნება თუ რამე სიახლე მოხდა ჰაუსში ამოჭრიან ხოლმე და მიყრიან თიკო
გეთანხმები, მარიამ, რადგან ლორენცოს აჯობა მოგების შანსიც აქვს. კი ბატონო, გეთანხმები. მიუხედავად იმისა, რომ ჯავახას გულშემატკივრებით ძალიან დაიხმარნენ მარიამს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს და ეს ვნახეთ. ლორენცო ისევ რჩება ერთ-ერთ ძლიერ კონკურენტად, ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ და რა თქმა უნდა, ფინალში ზუკა-გუგა ქუთაისელები უეჭველი გავლენ. ლილე, მე არავის გინებას არ მოვუწო. ლილე ზარქუა. მარიამი ცოტათი არ მომწონს, შენ მოგეწონა ლელუსო? არანაირად არ მომწონს არავისი გინება. არ მომწონს, ზოგადად გინება არ მომწონს. არავის გინება არ მომწონს და შესაბამისად რატო უნდა მომწონებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე გულშემატკივრობა შევწყვიტო. მაინც გულშემატკივრობ, იმიტომ რომ მგონია, რომ ჰაუსში ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი და ნამდვილი ადამიანია. ხალხს სხვათა შორის კონტრაქტშიც გვეწერა და არც ვიცი რა არის პრიზი, შეიძლება ლილე ზარქვა, მეც მიყვარხარ. შეიძლება ბინა იყოს, ან მანქანა იყოს, ან სხვა რამე იყოს, არ ვიცი. არ ვიცი, იმიტომ რომ კონტრაქტში ეწერა, რომ პროექტის დასრულებამდე შეიძლება პირობები შეიცვალოს და შეიძლება საპრიზო ეს რაღაცები შეიცვალოს. ამიტომ არც აქამდე ვიცოდი და არც ახლა არ ვიცი. ცოტნე ჯავახაზე ვფიქრობ, რომ მარიამი მართლა ძალიან მოსწონს. აი ლორენცოზე რას ფიქრობ? მე ლორენცო ხალხმა იბოლოს სტრიმებიდან რაც ნახე, აი ძალიან დაიღალა, აი ძალიან შეხონდა და სულ გაუნათლებლები და გამოუსვლელები ეძახა ამ ზუკა-გუგას და ისინი ვერც მიხვდნენ რას ეძახოდა ის, მაგრამ ხა დიდათ ლორენცოც არ არის განათლების მწვერვალი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმათთან შედარებით რას ლაპარაკობთ? ცოტნე ქუთაისელებთან კოალიცია არ არის, ორივე არის, და სამივე არის თიასას კლანი. ლიზი როგორ არა, როგორ არა. არ ვიცი ალისა, შეიძლება ბინაც არ იყოს და სხვა პრიზი იყოს, ანუ ხო გეუბნებით, კონტრაქტი მე ძალიან ყურადღებით წავიკითხე და იქ ამის თაობაზე იყო ესეთი ჩანაწერი, რომ ჯერ არც ვიცით რა არის. მისტიკა შენ ვინ უნდა ათრიო რა უნდა ათრიო, მოიცა ვნახოთ აბა რა უნდა გქოს. მისტიკა მისტიკა თუ მასტიკა? მასტიკამ რა უნდა ათრიოს თუ მასტიკა? მისტიკა თუ მასტიკა? მასტიკა არ გვათრიო რა. ინსტაგრამი აქ მისტიკუნა ვაიმე. ეს საინტერესო ხალხი მიყვარს. ჰაუსი პლუს 18-ია, ხო კი, 18 წლის ზევით ადამიანებისთვის არის. მისტიკა თუ მასტიკა წერს, რომ პოლის ჯოხი ვარო ხალხო.
პატარებიც უყურებენ რა ლამაზი ქალი ხარო. პატარებიც უყურებენ ეხლა ხალხო პატარა ბავშვები თუ უყურებენ მე შეკითხვა მაქვს მშობელთან ხო? რატო აყურებინებ იმ პატარა 5 წლის ბავშვს რატო აყურებინებ ჰაუსს? რაღაცა სხვა რამე ჩაურთი და სხვა რამე აყურებინე რა ვიცი. მანდ უკვე მშობლის პასუხისმგებლობა დგება. თათია მარიამმა და ჯავახამ რაზე იჩხუბეს? მეგობრებო, პატარა ბავშვი ვინც არის, იმას მშობელი უნდა უწესებდეს და უდგენდეს რას უყუროს და რას არა და რა ვიცი ხა თუ მშობელი ვერ ხვდება რომ ჰაუსი არ უნდა ჩაურთოს და სხვა რამე ჩაურთოს, რა ვიცი, მაშინ მშობელთან უფრო ბავშვები მშობლება უნდა გააკონტროლონ ხო ახლა ვერ გეტყვით რამდენად დიასა მართლა მოიგებს ვამე დიასა მონაწილეა ფაქტობრივად კი ჯიქია ჰაუსიდან გავედი, მაგრამ შენ დაგასაკვირად ხშირად საუბრობ ხოლმე ჰაუსზე, იმიტომ რომ ვარ ყოფილი მონაწილე და ჩართული ვარ ჰაუსის ამბებში, მაგრამ შენ მაინც დაგმოკავებ, არ მიყურო. ლიკათორია 15 წლის ბავშვები უყურებენო 15 წლის ბავშვები რო უყურებენ 15 წლის ბავშვებმა 16 წლისა რა ვიცი რა პრობლემაა რო უყუროს განსა დათა ანასტასია მოგწონსო კი მეც მომწონს ანასტასია ანუ 16 წლისამ რო უყუროს ნახეთ ხალხო ყველაფერს რასაც 16 წლის ადამიანი უყურებს არ არის უცებელ ყველაფერი თვითონ გაიმეოროს ეხლა თუ გადაწყვიტოს რომ იმე ეს მეც უნდა გავიმეორო და მეც უნდა ვთქვა ეს არის იმ ადამიანის გადაწყვეტილება. ეხლა 16 წლის ადამიანს ხალხო უცენზურო სიტყვაც აქვს გაგონილი უკვე ამ ინტერნეტის პირობებში. გინებაც აქვს რომელიმე 16 წლის ადამიანი იცით, რომელსაც გინება არ გაუგია? დიასა მართლა მოგწონსო? არა. არ მომწონს. ლევან ზუსტადაც რომ მე არანაირი მორალისტობა არასოდეს არ მიცდი არანაირი მორალისტობა და ეს მორალის პოლიცია რომ რაიმე უცენზურო არ უნდა გავაგონოთ 16 წლის ბავშვს რომ არ გაიმეოროს რეალობა არის ისეთი რომ 16 წლის ადამიანმა უკვე იცის უცენზურო სიტყვების არსებობა მაგრამ ის მეტყველებაში ამ უცენზურო სიტყვებს დანერგავს თუ არ დანერგავს ეს არც მარიამის გადასაწყვეტია არც ჩემი გადასაწყვეტია არც რუსთავიორის ანუ ამას თვითონ ეს ადამიანი წყვეტავს ეს 16 წლის ადამიანი უცენზურო სიტყვებს გამოიყენებს თუ არა ყოველდღიურ მეტყველებაში და ჩვენ ამასთან ვერაფერს ვერ ვიზამთ არც ტელევიზია, არც ჰაუსი, არც პროდაქშენი, არც პროდიუსერები, არც მე, არც მარიამი არ უწყვეტავთ ეს 16 წლის ადამიანი როგორ იმეთყოლებს. ამას უწყვეტავს თვითონ ეს კონკრეტული ადამიანი. სოფი ძალიან დიდი მადლობა. ლილე ზარქუა შენ 10-ის ხარ ხო? აი 10 წლის რო ხარ უყურებ ჰაუს. დედამ რა გითხრა უყურეო?
მეგობრებო, მე ვიყავი 7 თუ 6 წლის, ან პირველ ან მეორე კლასში ვიყავი, როდესაც წავიკითხე ჯეინ ეარი. დიდი წიგნია და ეს წიგნი იწყება მოკლედ პატარა გოგოზია, რომელსაც დედ-მამა არ ყავს თუ რაღაცა მოკლედ დედინაცვალი ძალიან ცუდად ექცევა და რაცა პატარა გოგოს ცხოვრებაზე და ეს მეგონა რომ იყო რაღაცა საბავშვო წიგნი და რომ დავიწყე ამ ჯეინი არის წაკითხვა, ხო, ისე შემიყოლი, ანუ ამ პატარა გოგოს სახლში დაცინოდნენ თუ მოკლედ ჯეინი არის ესე იწყება, რომ ერთი ზამთრიანი დღეა, ფანჯრიდან ჩიტებს აჭმევს, იმიტომ რომ საერთო ენას ვერ ნახულობს თავის დედინაცვალთან თუ ბიცოლა თუ იცარი, მოკლედ მისი მეურე, რომელიც ცემს და ცუდად ექცევა და ამ ჯეინი არის ბავშვობაზე დავიწყე კითხვა და ისე შემიყოლია, რომ გავედი ბოლოში, მთლიანად წავიკითხე ეს წიგნი, მაგრამ ნახევარი იქიდან ვერ ნახევარზე მეტი ვერ გავიგე. მერე რო გავიზარდე, ნუ სამაგეროდ კითხვა კარგად ვისწავლე 6 თუ 7 წლის ვიყავი, აღარ მახსოვს და მერე რო გავიზარდე და ეს თავიდან რო წავიკითხე ეს ჯეინი და თუნდაც სხვა რაღაცა ადამიანების განცდები ყოფილა, მოზებს თავი გავუვიდათ. თუმე განცდები ყოფილა ამ ჯეინი არის რო გაიზრდება მერე ამ ინტერნეტში თუ რაღაცა კოლეჯში გაუშვებენ ფრანგულის ასწავლად და მერე ამ როჩესტერს რო ხვდება და ამ როჩესტერს კიდე რაღაცა თავისი განცდები აქვს. ნახ იქიდან ვერაფერი შინაარს ვერ გამოვიტანე, მაგრამ წასაკითხად იყო ძალიან კარგი, იმიტომ რომ თვითონ შარლოტა ბრონტეს აქვს ძალიან მაღალი დონის წერალია და ისე წერს დიდ მწერლებს ეს ახასიათებს, ხოთა შორის რომ წასაკითხად არის ძალიან კარგი და თარგმანით ძალიან კარგი იყო. მე ინგლისურადაც წავიკითხე იგივე წიგნი და ნუ თარგმანით ძალიან მაგარია. ხოდა ანუ საერთოდ სხვანაირად წავიკითხე, ვიყავი 20 და რაღაცა წლის მერე ერთ-ერთ ზაფხულს წავიკითხე. ხოდა იყო სულ სხვა ეფექტი. უთხრეს mbadzavo და მართლა მიბაძა ხო რა ვიცი ხალხი მარიამი მართლა ბაძავს მუზებს თქვენი აზრით. ჩემი აზრით არ ბაძავს და თქვენი აზრით კვანცა გამარჯობაო ვახო მამულაძე. არა პარიზში არ ვარ, თბილისში ვარ. ვიღაცა ვახო მამულაძე წერდა და ბონდოსი ვინ ხარ? გვანცა პარიზი. პარიზში რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი, ძალიან მომწონს ეს და ერთ ჩემ დაბადების დღეზე ვიყავი. და იქ შევხვდი დაბადების დღეს და ძალიან კარგი იყო, ძალიან ისეთი ძალამეს ქალაქია, ძალიან მიყვარს. არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ პარიზში ჩასვლა არ ღირს და მე ვთვლი, რომ პარიზი არის რამოდენიმე ქალაქი მაქვს, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს. ეს არის ბარსელონა, პარიზი და ვენა. და ეს ქალაქები მოკლედ ძალიან მიყვარს და რამდენჯერაც არ უნდა ჩავიდე. სხვათა შორის მეგობრებო, მე ვარ ერთადერთი ყოფილი მონაწილე ჰაუსის, რომელიც ამდენს გელაპარაკება თორმე ჰაუსზე, იმიტომ რომ არც აჩიკო, არც ბონდო და არც გიორგი პარიზი ამდენს არ მე მგონია რომ საფრანგეთის სოფლები ბევრად ლამაზია ვიდრე პარიზი. თიკო ძალიან ლამაზი სოფლები აქვს კი, აი ულამაზესი და განსაკუთრებით აი პატარა ქალაქები როა და მე შემოგარ აი ულამაზი ჯერ ვენახები, ვაიმე რა მოვლილი და აი გეთანხმები სოფლებიც ძალიან ლამაზი აქვს.
სად მოვასწარი შეყვარება. გვანცა რამდენჯერ იყავი პარიზში, დაახლოებით 6 ჯერ. ნინიკო, ამ შოუს მერე უფრო კაი გოგო ყავ. ძალიან დიდი მადლობა, სხვათა შორის ძალიან ბევრი მწერს მაგას. მეგობრებო, ეხლა უნდა გავიდე მე, დაგტოვებთ და კიდე შემოვალ ხოლმე, მოკლედ, კიდე დაგელაპარაკებთ რაღაც თემებზე და აბა მითხარით, ბუღალტერიაზე და ფინანსებზე გელაპარაკოთ თუ ჰაუსზე. ედიც, რას ფიქრობ, ვინ მოიგებს პროექტს? ჰაუსზე გელაპარაკ. პირადზე გელაპარაკ, პირადზე ძალიან ბევრს დაგელაპარაკებით, კაცო, რა პრობლემაა. მეგობრებო, მოკლედ ეხლა გავედი დაგემშვიდობებით, ჩემი ბასასიც ეხლა გაიღვიძებს, დავჩუთქავ და გავდივარ საქმეებზე და მერე შემოგირდებით. კოცნით გეხვევით და საინტერესო რაღაცეებს თუ გაიგებთ ხოლმე, მე ხო სტრიმებს ვერ ვუყურებ, არ მცალია და იმიტომ და თქვენ მიყრით ხოლმე, რა თქმა უნდა, ყველაფერს საინტერესო ვიდეოებს ინბოქსში. ძალიან დიდი მადლობა. ყველას გულებისთვის, საჩუქრებისთვის და ასე შემდეგ.